სამშვიდობის მოგესალმებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაყურებლებს, მოგესალმებით ტრადიციულად უკვე მესამე დღეა თბილისის ახალი სპორტის სასახლიდან და ვინ ჩვენი მაყურებელია ყველამ კარგად იცით რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ყოველ დღე 9 საათიანი კურიერის დასრულების შემდეგ გთავაზობთ დღის მიმოხილვას მსოფლიო ჩემპიონატის დღიურებს ფარიკაობაში და არც დღევანდელი დღე იქნება გამონაკლისი მით უმეტეს რომ სასაუბრო არის და მით უმეტეს რომ დღეს იყო პირველი საშეჯიბრო დღე ჩვენ გუშინ და გუშინში შემოგთავაზეთ საორგანიზაციო საკითხები ახლა კი მოდით ვისაუბროთ პირველ დღეზე პირველ სასტარტო დღეზე და ჩვენი დღევანდელი დღიური სტუმარი იქნება ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი ნინო ჯერენაშვილი. ნინო, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ რომ ვიცი რაც ხდება როგორც არის ძალიან გადატვირთული გრაფიკით ხართ ფედერაციის ხელმძღვანელობა პრინციპში მთელი სახელმწიფო ჩართული ვართ ამ ამბავში მედია და შესაბამისად ვცდილობ რომ მაქსიმალურად გავაშკოთ ის რაც დაიწყო დღეს რეალურად. მინდა პირველი კითხვით გადმოვიდეთ თქვენთან და კითხოთ საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა არის ეს და რა შეფასებები მოგცეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ევალებათ რეალურად ინსპექტირება იმ გაწეული სამუშაოში, რომელიც ქართულმა მხარემ გასცა. ლაშა, დიდი მადლობა ესეთი აქტიურობისთვის, რომ სულ ხარს გვეჭერს რუსთავი 2 ჩვენ. პირველი საშეჯიბრო დღე ძალიან კარგად დაიწყო. დღეს გამოდიოდნენ რაპირით და დაშნით მოფარიკავეები 64-ში შესასვლელი ბადეები გაიმართა. საერთაშორისო ფედერაციამ ძალიან კარგი შეფასება მოგვცა ტურნირის საწყისი ეტაპისთვის და ვიმედოვნებ რომ შემდეგი 9 დღეც ზუსტად აი ესე ძალიან კარგად გაგრძელდება. ნინო, იყო პერიოდი, როდესაც მე მერაბთან საუბარი გქონდა ჩვენ პირველი დღიური სწორედ მისი ინტერვიუთი გავხსენით. მან თქვა რომ იყო რაღაც გარკვეული ტექნიკური ხარვეზები, რომელიც იყო აღმოსაფხრელი დღევანდელ დღემდე და ალბათ ეს ყველაფერიც აღმოფხრილია. იყო ტექნიკური ხარვეზები, როდესაც ჩამოვიდნენ უკვე FIES ასე ვთქვათ სტაფი ჩამოვიდა. იყო პატარ-პატარა, ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ისეთი გრანდიოზული, თუმცა იყო რაღაცა წვრილმანები, რომელიც უკვე აღმოიფხვრა, მოგვარდა და დღეს უკვე ძალიან კარგად გრძნობ თავს ამ მხრივ. თვითონ სპორტსმენებთან თუ გქონიათ საუბარი ამ დღეების განმავლობაში მათი სპორტსმენების მსმენელებთან, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მომზადებული პატარა ბლოკი ინტერვიუების, ამასაც შემოგთავაზებთ, რასაკვირველია, თუმცა იქამდე მინდა კითხოთ მათი განწყობის შესახებ. მათი განწყობა მართლა ძალიან კარგია, იმიტომ რომ პირადად მე ვიღებ გუნდის მენეჯერებისგან შეტყობინებებს, რომ ტურნირამდე იყო ძალიან ბევრი საკითხი მოსაგვარებელი. პირველი რაც არის, ეს არის საავიზო მხარდაჭერა, მერე არის რა თქმა უნდა ტრანსპორტირება, მერე არის განთავსება და მადლობებს გვიხდიან რომ სამივე ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, მოგვარდა და უპრობლემოდ შემოვიდნენ ქვეყანაში და დაბინავდნენ. კი ბატონო, მოდით მე მცირე ხნით შევწყვეთ საუბარს ნინოსთან, მინდა შემოგთავაზოთ ინტერვიუები, თქვენ იცით რომ მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში მიმდინარეობს გოგონებსა და ვაჟებს შორის. მოდით ჯერ მოვისმინოთ გოგონების შეხედულება, მოსაზრება და მთლიანობაში რა შთაბეჭდილებებით არიან აი იმ ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, რაც მათ აქ მოუწიათ ყოფნა და იმედია კიდევ მრავალი მათგანი დიდხანს დარჩება და მივა ფინალამდე. მოვისმინოთ ეს ინტერვიუები და შემდეგ განვაგრძელოთ საუბარი. მასშტაბური ჩემპიონატები ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ დღევანდელ პირობებში, როცა მსოფლიო სხვადასხვა გამოწვევების წინაშეა, განსაკუთრებით ღირებულია ის, რომ ადამიანები ახერხებენ ერთად შეკრებას, ურთიერთგაგებას და პატივისცემაზე დაფუძნებელ კომუნიკაციას. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ გუშინ ჩამოვედი და ჯერ დეტალურად ვერ ვნახე ყველაფერი, მაინც ძალიან მომწონს აქაური გარემო. საქართველომ დიდი სამუშაო გაწია და ყოველ ჯერზე, როცა ასეთი მასშტაბის ჩემპიონატს ატარებენ, ყოველთვის იგრძნობა სიზუსტე და ხარისხი. ტურნირი ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე ის შეჯიბრებები, რომლებშიც აქამდე მიმიღია მონაწილეობა. კონკურენცია მაღალია, დონის მაჩვენებელი კი საერთაშორისო ელიტაზე გათვლილი. მიუხედავად ამისა, აქ თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. ყველაფერი ძალიან კარგად და მარტივად არის მოწყობილი. აი ასეთი კომენტარები გააკეთეს მოფარიკავეებმა ჩვენ ჟურნალისტთან საუბარში და ძალიან კარგია, როდესაც რა თქმა უნდა პოზიტიური კომენტარები კეთდება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც მასპინძლობს თბილისი და ნინო, რახან ესეთი დამოკიდებულება ზოგადად ხელმძღვანელების მხრიდან, ფედერაციის წარმომადგენლების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მოდი მოკლედ რომ უბრალოდ მაყურებელს გავასწროთ, რა მასშტაბის სამუშაოები გაწია ქართულმა მხარემ.
ქართულმა მხარემ გაწია გრანდიოზული სამუშაოები სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მთავრობის მხარდაჭერით, ამას რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შევძლებდით. სამუშაოები დაიწყო 2024 წლიდან, შევიძინეთ $800,000 ინვენტარი, რომელიც ქვეყანას დარჩება და რა თქმა უნდა შემდგომი შეჯიბრებებისთვის აქტიურად გამოვიყენებთ. პროექტი არის რამოდენიმე მილიონი დაჯდა პროექტი და მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ჩატარდა და შემიძლია დღეს თამამად ვთქვათ, რომ მართლაც ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატი დღეს თბილისში მიმდინარეობს და ძალიან კარგად. 25 არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე, ჯერ გამოეხმაურები შენს ნათქვამს, რომ ინვენტარი სრულად რაც ამისთვის იქნა შეძენილი დარჩება ქვეყანას და ეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტორი იმ მიმართულებით, რომ კიდევ უფრო განვითარდეს ფარიკაობა საქართველოს და ჩვენ ვიმსახურებთ ამას, იმიტომ რომ ყავს ოლიმპიური ჩემპიონი და შესაბამისად ეს სახეობა არ უნდა იყოს მიძინებული არავითარ შემთხვევაში. 25 არის უმნიშვნელოვანესი დღე, გახსნის ცერემონია, ერთ-ერთი უმთავრესი სანდრო ბაზაძის გამოსვლა და აი გახსნის ცერემონიას თუ შეგიძლია ორიოდე სიტყვით გითხრა თუ არის შესაძლებელი თუ საიდუმლო არ არის, რა თქმა უნდა. 25 ივლისს როგორც მოგეხსენებათ, 6-ის ნახევარზე დაიწყება გახსნის ცერემონიალი. იქნება ნახევარსაათიანი, ასე ვთქვათ, ცერემონია, იქნება შესრულებული ცეკვა, იქნება შესრულებული ჰიმნი, იქნება სიტყვით გამოსვლები და უკვე 6 საათზე დაიწყება ნახევარფინალები და ფინალები, სადაც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სანდრო ბაზაძე ისე იფარიკავებს, როგორც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი და ჩვენ გვჯერა. კი ბატონო, მეც ასე მგონია და გვაქვს ამის იმედი და გვაქვს საფუძველი, იმიტომ რომ ჩვენ სანდროსგან ყოველთვის ველით მაღალ შედეგს, თუმცა აქვე აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ კონკურენცია ძალიან დიდი იქნება, რადგან პრაქტიკულად ყველა უძლიერესი მოფარიკავე, ვაჟი მოფარიკავე თბილისში იმყოფება და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებაზე ყოველთვის ჩამოდიან ძალიან ძლიერი და ამ სპორტის ამსახეობაში ფავორიტი მოფარიკავეები და შეგვიძლია მოვისმინოთ იმ ტოპ მოფარიკავეების კომენტარები, რომლებიც თბილისში იმყოფებიან და შესაბამისად ემზადებიან თავიანთი გამოსვლისთვის. მინდა რომ გამოვიდე ასპარეზზე სრული მზადყოფნით. ყველაფერი გავიღო და 100%-ით დავიხარჯო. საბოლოო შედეგი როგორიც არ უნდა იყოს, კმაყოფილი დავრჩები. თუ დავწუნდები რომ ბოლომდე დავიხარჯე. თავარია რომ ბილიკზე გავიდე გულით, ღირსებით და მაქსიმალური ენერგიით. სეზონი გრძელი და დატვირთული იყო, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში ძალიან კარგი შედეგები ვაჩვენე. ახლა მთლიანად კონცენტრირებული ვარ მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩემი მიზანია ყველაფერი გავიღო, ბილიკზე და სახლში ჩავიტანო როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური медали. ჩემთვის დიდი პატივია ამ დონის ჩემპიონატზე ყოფნა. მხოლოდ ერთ მიზანზე ვარ ფოკუსირებული და ეს საუკეთესო შედეგის ჩვენება. ამ დიდ არენაზე მინდა ჩემი ქვეყნის ეროვნული ჰიმნის გაჟღერება. წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი სპორტული მოვლენაა. ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. როცა ვსაუბრობ ჩემს მოლოდინებზე, პირდაპირ და გულწრფელად ვამბობ, მიზანი медали და ტიტულია. ვგრძნობ რომ მზად ვარ ამისთვის, რადგან ვთვლი რომ ამ კატეგორიაში ნამდვილად ვარ ნომერი პირველი. როგორც ხედავთ, ყველა მოგებას გეგმავს, ყველას აქვს იმედი, რომ სათანადოდ გამოვა და მაღალ მიზანს მიაღწევს, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ქართველებმა მიაღწიონ მაღალ მიზნებს. თავისთავად ცხადია და ნელ-ნელა დასასრულისკენ უნდა წავიდე და ნინო კიდევ ბოლოს უკვე მინდა კითხო ზოგადად ფედერაციის მოლოდინი რა არის სპორტული კუთხითაც და რეზონანსული კუთხითაც, რასაკვირველია, რაც ჩვენ უნდა მივიღოთ უკვე მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეფასებების კუთხით. იქიდან გამომდინარე, რომ ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატია და საქართველოში პირველად ტარდება, შეფასებებს ველოდებით ძალიან მაღალს. იქიდან გამომდინარეც, რომ პირველივე დღეს მივიღეთ უკვე ძალიან კარგი შეფასებები და ვფიქრობთ, რომ დასრულების შემდეგ ფარიკაობა იქნება უფრო მეტად პოპულარული. ეხლა რასაც ჩვენ ხედავთ, რასაც ვიღებთ შეტყობინებებს, ეს იქნება სოციალური ქსელი თუ იმეილებზე მოსული წერილები, ყველა მართლაც აღფრთოვანებულია და ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ, რა თქმა უნდა, პოპულარიზაციის მხრივ პირველ რიგში იქნება ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა, აღფრთოვანებულები არიან და აღფრთოვანება მას შემდეგ ნახონ, როდესაც გახსნის ცერემონია გვექნება ქართული ცეკვით და ქართული სიმღერით, იმიტომ რომ მე ვიცი სცენარი უბრალოდ არ ვიყო.
რახან საიდუმლო. არ ვიტყვი ჯერჯერობით. შევინახოთ. 25. კი, შევინახოთ საიდუმლოდ. ნინო ჯერენაშვილი ბარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი იყო, ჩვენი დღევანდელი დღიური სტუმარი, აუცილებლად უნდა დაველოდოთ 25 ივლისს, როდესაც გახსნის ცერემონია გაიმართება და სანდრო ბაზაძის გამარჯვებით დასრულდება ის დღე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში და თქვენც ამის იმედი უნდა გქონდეთ და ამ იმედით გემშვიდობებით უკვე ხვალამდე ხვალ ტრადიციულად რუსთავი 2-ის ეთერში ტრადიციულად 9 საათიანი კურიერის დასრულების შემდეგ ისევ შევხვდებით ერთმანეთს და ეთერში იქნება მსოფლიო ჩემპიონატის დღიური, რა თქმა უნდა, ფარიკაობაში. ხვალამდე